მართ არის კრიტიკული. ბატონო ნიკო, პრეზიდენტმა დაახასიათა გრიგოლ გალუბაშვილი და პრინციპში მის დახასიათებას ბევრი ეთანხმება ბოლო დღეების განმავლობაში პრესაშიც მუდმივად აკეთებენ სასახალ პრემიერ-მინისტრს, როგორც პროფესიონალ დიპლომატს, როგორც კარგ ადამიანს, მოდისაც ვთქვათ, გამიგე ასეთი შეფასება. რამდენად კარგია ახალი პრემიერ-მინისტრი, ის მაინც ემსახურებს თქვენ სიმპათიას. ყველას ახსოვს თქვენი კრიტიკა ლადო გურგენიძის, ასევე ზურაბ ნოღაიძელის მისამართით. შეგიძლიათ წინამორბედების გაიხსენოთ. მაგრამ საქმე რა შექ ალბათო ნინო. კარგი ადამიანი, თუნდაც კარგი დიპლომატი, თუნდაც კარგი ექიმი. ეს არ არის საკმარის თვისებები იმისთვის, რომ იყო კარგი პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უპირველეს ყოვლისა ეს არის უდიდესი პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში. და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრაქტიკულად ის უნდა ასრულებდეს წამყვან როლს. ახლა ევროპულ სტრუქტურებს თუ გადახედავთ მმართველობის პრემიერ-მინისტრების პირველი პირები არიან. იქაც კი სადაც ყავს პრეზიდენტი უბრალოდ არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნომინალური მეთაური. ჩვენ შემთხვევაში რას ვხედავთ ახლა? ნოღაიძელი ვერ ამაღლდა პრემიერ-მინისტრის დონემდე, ფინანსთა მინისტრობა ისწავლა და დაახლოებით ისევ იქ იყო დაჭედილი. გურგენიძეს მე კი არა, პრაქტიკულად ყველა უცხოური მისია უკვე ბანკებს უძახდა. ბანკიდან ვერ გავიდა. ახლა მოყავს დიპლომატი, მოყავს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. დიპლომატებს პირველი რასაც ასწავლიან, ეს არის რომ არასდროს არ უნდა თქვან არა. ამ დროს პრემიერ-მინისტრს უამრავ რამეზე მოუწევს არა. ეს ძველი თვისებები პროფესიული საჩვენებები. ბატონო, თქვენ თუ კარგი მეზღვაური ხარ და უცებ გადაგწევს კოსმოსურ ხომალდში. კარგი კოსმონავტი იქნებით ავტომატურად? მე ისე ნუ გაიგებ, თუ ახლა პიროვნულად ნიკოლეგიშვილი ძალიან მიყვარს. რომ ქართველი კაცის თბილისის კოლორიტია და მართლა ძალიან ისეთი. ზურაბ-ჟვანიასთან რამდენწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. და დღესაც ვთვლი ჩემ მეგობრად. მაგრამ არ იყო ზურა კარგი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ისევე როგორც სააკაშვილია თავისი ნახმოძრაობის პრეზიდენტი და ვერ გაიგო რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს და შალვა რამიშვილის პრეზიდენტიც უნდა იყოს და შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტიც და მათი უფლებებიც ისევე უნდა ქონდეს გათავისებული როგორც დათო კირკიკაძის, რომელსაც დღესაც გნიშნულდა. ასევე ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ისინი ქვეყნის უნდა იყვნენ და არა რაღაც ვიწრო ზურაბ-ჟვანია აი ამ პარტიკულარიზმმა გადაიყოლა მართალი გითხრათ. პარტიკულარიზმი რა შეშ? ვიწრო პარტიული ინტერესების ყველაზე მაღლა აწევა და დაყენებას, როგორც მაგასთან. მოკლედ, რას უწოდებს კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ გალუბიშვილს? გალუბიშვილს მე არ ვიცნობ და მართლა გულის მინდა უსურო იყოს გქონდეს წარმატებული კარიერა ყველგან. მაგრამ ახლა დიდი ბოდიში თქვენ თუ ღმერთმა დაგიფაროთ, ახლობებს წარმოიდგინეთ ელემენტარული ბრმანაწლავის ოპერაცია გასაკეთებელი. შეხავთ საოპერაციოში და ქირურგის მაგიერ შეაყოლეს თან უკაცრავად და ჯალათი კიდე ღმერთმა დაიფაროს. ყასაბი. შეგიძლიათ იყოს მშვიდად? უნდა სტომატოლოგი. მე ხედავ დღეს რომ მთავრობას, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების გაზღოლას აბარებენ კაცს, რომელსაც ამისთვის საკმარისი საფუძველი არ აქვს. არც განათლება, არც იგივე გუნდის გაზღოლის. ეს არგუმენტი, რომ მათ აქვს გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვაში და დღეს საქართველოს პოლიტიკა თუ შეამჩნიეთ ყველა საგვივარდა სიცილი ამ ფრაზაზე, იმიტომ რომ მართალია ხო პრეზიდენტი გვეუბნება გურგენიძესთან მოლაპარაკება მქონდა ერთწლიანი კონტრაქტი იყო, რა უბედურება იყო, რომ ეს წელიწადში უნდა წასულიყო. მაგრამ 22-ში საღამოს როცა დონელთან კონფერენცია დამთავრდა და როცა გამოცხადდა პროცესს მოსალოდნელზე ბევრად მეტი დახმარება აღუწყეს საქართველოს. კი არ მოგწევს ხალხს უშავს, დააქვიდნენ. გურგენიძე უბედნიერესი და წამსვლელისა არაფერი არ ეწყობოდა სახეზე მინდა გითხრათ. უხალხეს უხაროდა. ვერ გეტყვით. ეს იყო წარმატებული კაცის, რომელსაც დაავალეს, რომ ქვეყანას უჭირს კარგი ისოვეთ ფული. წავიდა კაცმა იშოვა ფული, ანუ ინვესტიციის მოზიდვა თუ იყო კრიტერიუმი, ამ კაცმა ზუსტად ახლა გამოიჩინა თავი. მაინც უნდა გადამგარიყო გურგენიძე რომ მას არა. მოდი დავაფასოთ.
მე არ ვამბობ რომ გურგენიძის დამსახურება იყო ეს ყველაფერი. ეს იყო პირველ რიგში ევროპის და დასავლეთის პროტესტი რუსეთის მისამართით. რანაც კიდე ხალხს უსვავ. ჩვენ ის ფული განგარიშზე კი არ დაგვიდეს ან ჯიბეში კი არ ჩაუდიათ უკვე. დაგვიდნენ თუ წესიერად მოიქცევით, იქნება აუცილებლად ხალი ჩაგიცხადოს. ანუ თქვენი თავი პრეტენზია არის მისი გამოუცდელობა იმ სფეროში, რომელიც ჩააბარეს. ნუ და კიდე არა მხოლოდ ისიც, როცა არის მანქანის მართვა და თავმა ჯდების საჭესთან, მე უკვე ეჭვმეპარება შენს გონიერებაში. ურემს კიდე არ წავსახა. ბატონ გიანდაუსავ შეკითხავს, ვინაიდან პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაასახელა დავლობლიშვილის თანამდებობაზე დანიშნით, სადაც ბატონ ნიკოს დაუსვის შეკითხვა, რომ მას აქვს ინვესტიციების მოზიდვის გამოცდილება. ეს არგუმენტი თქვენთვის რამდენად ვითარებია, მოკლედ. თქვენ გიაცხადოთ დავლობლიშვილის ოდით ნუ დავაბრალებ დავლობლიშვილს აეროპორტის ცოდვას. ზოგადად პრემიერ-მინისტრისთვის რამდენად კარგი მახასიათებელი სისტემა საკმაოდ უცნაურია, ხო? შესული შეიძლება იქიდან გამოსული წესიერი ადამიანის ნახვა ძალიან ძნელია. მე ვიტყვი ერთ რამს, საერთოდ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი საქართველოში ძალიან უცნაური ინსტიტუტია, პირდაპირ გეტყვი. შეიძლება ჩართო. ჩართულია. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, პრემიერ-მინისტრი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი. მისი პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ მისი უფლებამოსილება ამ ქვეყანაში არავის არ არის ცნობილი. სადაც მინისტრთა კაბინეტი რა ინსტიტუციურად რას ნიშნავს ამ ქვეყანაში ჩვენ დღემდე არ გესმის, ხო? მაშინ როდესაც შეუძლია რომელიღაც ძალოვან მინისტრს აწარმოოს მშენებლობები და უშუალოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუშვათ რომ პროკურორმა ჩაიბაროს ოთხელი კახეთში, ხო? აქედან გამომდინარე თვითონ მინისტრთა კაბინეტი რა არის ამ ქვეყანაში ჩვენც გაუგებარია, ხო? ჩვენ ვიცით რომ რეალურად არა მე ვაგზავნები ჩვენთან პრემიერ-მინისტრი არ არის ისეთი ფიგურა რომელიც თავისი რანგით, ხო? არის მეტნაკლებად წონიანი ადამიანი. ასეთი პრემიერ-მინისტრი არ იყო, ასეთი ჩვენ გავხსოვს ნოგაიდოს გიჟს როგორ ეძებდა. პირდაპირ ჟვანია იყო ცალკე ფენომენი, ესე რომ ვთქვათ, ის იყო პოლიტიკოსი და ის ნამდვილად აბალანსებდა ხელისუფლებას. მე ვერ დავეთანხმები ბატონ ნიკოს იმ შეფასებაში, რომ ის რაღაც პარტიული რაღაც ვიწრო ინტერესები და ვერ გამოვიდა, ის ნამდვილად იყო მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანი და ის ცოცხალი ყოფილიყო დღეისათვის, რომ მე არ ვთქვი ის ანგელოზი იყო და მის სხვა თვისებებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ გამოვიდა რომ ის ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ შეიძლებოდა ბევრ უბედურებას ავსვენოდით, ხო? მაგრამ ეს თალკე საკითხია. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, რასაც ქვია და რაც ჩვენ გვინდა რომ ჩავდოთ ამ სიტყვაში, არ არსებობს. ჩვენ ვიცით რომ ეს ნოგაიდელი იყო თუ მე გურგენიძე იყო თუ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ძალიან ბევრი მინისტრის ჩამოთვლა შეგვიძლია, ყველა ვიცით ეს უბრალოდ ამაზე არ ვლაპარაკობ, რომლის სიტყვასაც ბევრად მეტი წონა ექნება ამ თავრობაში, ისევე როგორც ნებისმიერ წინა თავრობაში. აქედან გამომდინარე, მაგრამ ეხლა საერთოდ ესე ელჩიდან პირდაპირ აი ეს რამდენიმე საფეხურის გადახდომით მე ერთადერთი რაც არ მომწონს ამ ადამიანში, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგის მეტი ადამიანური თვისებები მის შესახებ არაფერი არ გამიგია, არ მომწონს ის, რომ როგორ დათანხმდა, ჩემთვის ეს არის გაუგებარი, როგორ შეიძლება წესიერი ადამიანი ელჩის დონიდან დათანხმდეს პრემიერ-მინისტრობაზე, როგორ ითვლიდა ამხელა პასუხისმგებლობა. აი ეს არის ჩემთვის ცოტა უცნაური და გაუგებარი სიმართლე გითხრათ. კარგი, მოგვიანებით დაგისვათ შეკითხვას კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო გია თოთბაძესინდა დაუსვა შეკითხვა. საპარლამენტო ოპოზიციას ჯერჯერობით რაღაცა განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიცია არ აქვს, თუმცა როგორც ვიცით, ქრისტიან-დემოკრატები არ უჭერენ მხარს მთავრობის შემადგენლობას, თუმცა არა იმიტომ, რომ აქვს პრეტენზია კონკრეტულად გალობიშვილის მიმართ, არამედ ჯერჯერობით საერთოდ გაუმართლებლად მიაჩნდათ ცვლილებები, ვინაიდან ისინი, როგორც ვიცი, ითხოვენ ჯერ კომისიის მუშაობის დასრულებას, პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის დასრულებას და მხოლოდ მას შემდეგ საერთოდ ცვლილების განხორციელებას. თქვენი აზრით, რა საჭირო იყო ეხლა მთავრობაში
ესეთი პრინციპში არც თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვათ ჩასულ პრემიერ-მინისტრის შეცვლას. და რატომ შეაჩერა ხელისუფლება არჩევანი ადამიანს? ნუ ესე ვთქვათ, მე ეს კითხვა ალბათ უნდა დავუშვათ ქვეყნის პრეზიდენტს და უმრავლესობას, ხელისუფლებაში ვინც არიან და ვინც მართავენ ამ ქვეყანას, მე ეს კითხვა არ მეხება, მაგრამ მე ჩემი მოსაზრებები მაქვს ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ჩემი აზრი გითხრათ. პრემიერ-მინისტრის შეცვლა ამ ქვეყანაში აუცილებელი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ გურგენზე ვერ გამოვიდა ბანკირის როლიდან, ჰასტუხიც კი ვერ მოიხსნა თავისი ბანკის ფერი. აქედან გამომდინარე, მუდმივად და მთელი დღე ლაპარაკობდა ბანკებზე, კრედიტებზე, საბანკო სისტემაზე, ამე გამოვიდა ეს კაცი მდგომარეობიდან და ვერ იწვევდა ეს თავის ფუნქცია. ის რომ შესაძლებელი იყო, ამაში მე ორი აზრი არ მაქვს. და შეიძლება ახლა ეს ომის გამო კი არ შეიძლება, მე არ მგონია რომ ომის გამო შეიძლება. შეიძლება ისაც შეცვლილი იყო, უამროთაც და მანამდე სხვა შეცვლილი იყო. ჩემი მოსაზრება ესეთი. ეხლა რაც შეეხება ახალ პრემიერ